რეალური დაპირისპირება თუ ამბოხის იმიტაცია ეს კითხვები ჩნდება მას შემდეგ, რაც დიმიტრი ხუნდაძემ ღიად გააკრიტიკა ქართული ოცნება და უფრო კონკრეტულად ირაკლი კობახიძემ, რადგან მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ დღეს ქართულ ოცნებაში როგორც ხუნდაძე აცხადებს, ერთგულ ადამიანებს არაფასებენ, იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლიდან პარტიას გვერდით უდგანან, დაუფასებლები არიან. ხუნდაძე ამბობს, რომ პარტიაში უფრო მეტად აფასებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მოწინააღმდეგეთა რიგებიდან გადმოიბირეს. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ დიმიტრი ხუნდაძე ამ განცხადებით დაუპირისპირდა ირაკლი კობახიძეს. ახლა საინტერესოა ეს დაპირისპირება არის რეალური თუ ამბოხის იმიტაცია, რადგან ამბოხის იმიტაციის მონაწილედ დიმიტრი ხუნდაძემ თავი ერთ დროს საზოგადოებას უკვე დაამახსოვრა და ეს კითხვები ახლა არსებობს ირაკლი კობახიძის მიმართაც. საინტერესოა ის რა პასუხს გასცემს ხუნდაძის კრიტიკას, ივანიშვილისთვის სანდოკაცის საჯარო კრიტიკას, რომელმაც ღიად გააკრიტიკა ირაკლი კობახიძე და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მისი მმართველობა კობახიძის პასუხები გამოაჩენს უფრო მეტად გამოაჩენს კონტურებს, ეს არის თუ არა რეალური დაპირისპირება, თუ რამე მიზანს ემსახურება. დიმიტრი ხუნდაძის განცხადების გულწრფელობაში ეჭვები რა თქმა უნდა არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ის სწორედ ერთ დროს მონაწილეობას იღებდა იმიტირებულ ამბოხში, როდესაც თითქოს და ქართული ოცნების წევრები დაიყოლია მაჟორიტარული სისტემის არ გაშვებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში. დღეს კითხვები ასევე დაუსვით ქართული ოცნების რიგით წევრებსაც, მათ ეთყობათ დაბნეულობა და ბევრი მათგანი ამ თემაზე საუბარს საერთოდ თავს არიდებს. მაინტერესებს ქართულ ოცნებაში ერთგულ ხალხს არაფასებენ, ეთანხმებით დიმიტრი ხუნდაძეს? ყველას აფასებენ. აბა რატომ საუბრობს ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძე? თქვენი აზრით შეთანხმებულია ის ბიზნა ივანიშვილთან? საერთაშორისო ფორუმი უზრახონებასთან დაკავშირებით. მესმის, თუმცა არსებობს კითხვები შიდა დაპირისპირებაზე, ანუ ახალი სერია უნდა ვიხილოთ დაპირისპირების? ბატონალურად, უნდა გკითხოთ, ერთგულ ადამიანებს აღარ აფასებენ ქართულ ოცნებაში? ხუნდაძის განცხადებაზე მაინტერესებს, აი ირაკლი კობახიძის ლიდერობა სადავო გახდა? თუ დიმიტრი ხუნდაძის დაპირისპირება ირაკლი კობახიძესთან რეალურია, ჩნდება კითხვა, დიმიტრი ხუნდაძე ამას გაბედავდა თუ არა ივანიშვილის თანხმობის გარეშე, რადგან ის მოიაზრება როგორც ივანიშვილის სანდოკაცი, ახლა კი ის მოგვევლინა როგორც დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძესთან. კითხვები რა თქმა უნდა ბევრი არსებობს და ახლა სწორედ კობახიძის პასუხები გამოაჩენს უფრო მეტად კონტურებს, არის თუ არა ეს დაპირისპირება რეალური თუ ისევ მორიგი ამბოხის იმიტაცია.